საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს გუშინ გამოქვეყნებულ ანგარიშის დღეს საკრებულოს დარბაზში შეფასებები მოყვა. ეს იყო უპასუხისმგებლო კვლევა, ასე გამოეხმაურა საკრებულოს წევრი ვაჟა ვერულიძე ორგანიზაციის ნამუშევარს. ვერულიძემ განმარტა, რომ კომპანიები, რომელთა მფლობელობაშიც ორგანიზაციამ იგი მეუღლესთან ერთად ამხილა, დარეგისტრირებული მხოლოდ ფიქტიურადაა. აქედან გამომდინარე, საკრებულოს წევრი ბიზნეს ინტერესების გამო მის მიმართ ეჭვს უსაფუძვლოს უწოდებს. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს გუშინ საკრებულოს წევრების იმ ქონებრივი მდგომარეობის შესახებ მასალები გაასაჯაროვა, რომელთა დახმარებითაც ორგანიზაციის მტკიცებით მათ 2012 წლამდე მუნიციპალური ტენდერები მოიგეს და გამარტივებული შესყიდვები გააფორმეს. შედეგად კი მილიონობით ლარის მოგება მიიღეს. საუბარი იყო 6 დეპუტატზე, თუმცა კვლევის მიხედვით ვაჟა ვერულიძის მამული ჟღენტისა და გიორგი გაბაიძის ტენდერში მონაწილეობა არ ჩანდა. ისევე როგორც გუშინ ბესარიონ ჭოხონელიძემ და თამას გორგილაძემ კომენტარი არ გააკეთეს. ნუკრი დოლიძე კი სხდომას არ ესწრებოდა. ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი კვლევა გახდა ძალიან ზედაპირული, ზოგადი და ის ემსახურებოდა სავარაუდოდ ნებსი თუ უნებლიეთ საზოგადოების შეცდომას შეყვანას. კონკრეტულად ჩემთან დაკავშირებით მოხსენიება იმ ჩამონათვალში, რომელიც გულისხმობდა გარკვეულ ბიზნეს ინტერესებს, ეს არის სრული, ვთქვათ, არაარგუმენტური და უსაფუძვლო, ვინაიდან კომპანია, რომელზეც იყო საუბარი, ეს კომპანია გახლავთ სასწავლო პირველ რიგში, რომელსაც არც ერთი დღე არ უმუშავია საერთოდ, არის მხოლოდ რეგისტრირებული და აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ არანაირ ტენდერში მონაწილეობა არ მიიღო. ასე რომ რაიმე ტიპის ბიზნეს ინტერესებზე საუბარი არის სრულიად უსაფუძვლო.